ედირნეში წავიდეთ. რამდენიმე თვე იქ დავრჩეთ. დედაქალაქს გავერიდოთ. ბაღში ვისეირნოთ. იქნებ ერთმანეთი ისე ვიპოვოთ. ძველი დრო გავიხსენოთ. წიგნები, ლექსები წავიკითხოთ. რა სიტყვი? არ გაინტერესებს, რატომ გიხმე, ჰიურემ? მეგონა მოგენატრე. რამდენი წელია ერთი კითხვა არ მასვენებს. მაგრამ თავს ვარიდებ. მუსტაფას სიკვდილში ბრალი მიგიწვის. ჩემი შვილი შენ გაწირე. სილი შენ დასწამე. შენ მაიძულე. მუსტაფას სისხლი შენ დამაყრევინე. ჩემი შვილი შენ გაწირე. სილი დასწამე. შენ მაიძულე. სამყარო შენ გეკუთვნის სულეიმან. პური, რომელსაც ვჭამთ. წყალი, რომელსაც ვსვამთ. მიწა, რომელზეც ვდგავართ. ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ. ყველაფერი შენია. ხეები და ფრინველებიც კი შენ გეკუთვნის. შენინების გარეშე ფოთოლიც ვერ ჩამოვარდება. არ იწვიმებს. არ იქროლებს. გულიც კი ჩერდება. კვდება. მე ვინ ვარ? ვინ ვარ, სულეიმან? შენი ჩრდილი ვარ. შენი ჩრდილი ვარ დედამიწაზე. რასაც იწყებ, იმას ვაგრძელებ. მე ცოდვილი ვარ. უცოდველი ვინ არის? ამიტომ იმას ვაკეთებ, რაც საჭიროა. შენსავით. ამ სასახლეში უმანკოებას ნუეძებ, სულეიმან. რადგან ძალაუფლების მოყვარე ადამიანები უმანკონი არ არიან.